მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ნესტი, ეროზია, ბზარები. ისტორიული მნიშვნელობის მქონე ვარძის კომპლექსის სამრეკლოში წყლის გაჟონვის გამო ზიანდება კედლები, ნესტია ქვის ფასადებზე ხდება ქვის გამოფიტვა და ეროზია. დაბზარულია კედელი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ვარძის კომპლექსის დაზიანებაზე აქცენტირებს და ისტორიული ნაგებობის რეაბილიტაციისთვის საჭირო სახარჯდახვრიცხო დოკუმენტაციის ტენდერს აცხადებს. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით დაზიანებულია მოაჯირებიც. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, სამრეკლოს რეაბილიტაციისთვის და მოაჯირების მოწყობისთვის საჭირო დოკუმენტაციისთვის 100,000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავენ. გარდა ამისა, სააგენტო ტურისტულ კომპლექსში 30,000-ზე მეტ ლარად წყალსადენის რეაბილიტაციასაც გეგმავს. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით იგეგმება წყალსადენი მილების და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია და გზის საფარის აღდგენა. ორივე სამუშაოებისთვის ტენდერი 2 ეტაპად არის გამოცხადებული. თბილისში ერთ-ერთი მშენებლობიდან რკინის კონსტრუქცია ჩამოვარდა. სავარაუდოდ სამშენებლო ამ წეს კაუჭი მოწყდა და საცხოვრებელი კორპუსის ეზოსთან გაჩერებულ მანქანას დაეცა. შემთხვევა საბურთალოს რაიონში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით იძიებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. ბათუმელები ნეტგაზეთის ანგარიშებს დავალიანების გამო შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ბათუმელებში ფაქტს ზეწოლა დაფასებენ და ამბობენ, რომ რეალური მიზეზი არის სურვილი, რომ მედია ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს. ამ ეტაპზე ბათუმელების საბიუჯეტო დავალინება 47,000 ლარია. მათი ინფორმაციით თვის დასაწყისში 136,000 ლარი იყო, რაც გადაიხადეს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტია დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდს. გვამადლობთ, რომ გვიყურებთ. დროებით.